მოგესალმებით, ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიტია. ჩვენი გადაცემების ეს ნაწილი, რომელიც გაზაფხულს ქალბატონებს ეძღვნება, რა თქმა უნდა, ძირითადად ორიენტირებულია წარმატებული ექიმების, ქალბატონების მოწვევაზე ჩვენ სტუდიაში. თუმცა, ამასთან ერთად ვცდილობთ არ გამოგრჩეს ისეთი პრობლემების გაშუქებაც, რომელიც ასოცირებულია ამ ქალბატონების მოღვაწეობასთან. სწორედ ამიტომ დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მოვიწვიეთ სტუდიაში, ექიმი, ინტერნალისტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კლინიკური ექსპერტი და ასე შემდეგ. ჩვენი მეგობარი ქალბატონი მაკა ბულეიშვილი. საღამო მშვიდობისა, ძვირფასო მაკა, მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. მაკა, ნამდვილად გულწრფელი მადლობა გითხარით მობრძანებისთვის, იმიტომ რომ თემა, რომელზედაც ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ, მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ძირითადად მართლა ასოცირებულია ქალბატონებთან, ოდითგან ესე იყო შინაგან მედიცინაში, თერაპიაში, როგორც მაშინ უწოდებდით ჩვენ, უფრო მეტად და პოლიკლინიკაში, როგორც ვეძახდით და ახლა პირველად ჯანდაცვა გვაქვს, ძირითადად ქალბატონები საქმდებოდნენ ყოველთვის და ამ ხრივაც ეს რაღაცნაირად ჩვენი პროფესია იყო. მეც ექიმი ინტერნალისტი ვარ, მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად თერაპია ცოტა სხვა როლი ჰქონდა, ესეთი პირველი საფეხური იყო. იქ მიდიოდა პირველადად პაციენტის შეფასება, დიფერენციალური დიაგნოზირება, გადანაწილება და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავდით ხოლმე, თუ საჭირო იყო, ასე ვთქვათ, ვიწრო სპეციალობის ექიმის ჩართვა. ბოლო წლებში ინტერნალისტის, ექიმ-თერაპევტის, როგორც გენებოთ, ისე მოვიხსენიოთ, ფუნქცია ცოტა შეიცვალა, დაიკარგა ეს ერთგვარად მნიშვნელობა ამისი, ნაკლებად პრესტიჟული გახდა, შეიძლება ესეც ვთქვათ, და ახალგაზრდები ნაკლებად მიდიან. ურჩევნიათ, რომ ვიწრო სპეციალობა აირჩიონ. აი ახლა მე მინდა თქვენ მთელი ხიბლი აი ამ პროფესიის, ამ სპეციალობის აგვიხსნათ, რატო მნიშვნელოვანი თერაპია, შინაგანი მედიცინა და ექიმი ინტერნალისტი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი, მთლიანი საფუძველი მედიცინის და ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გინდაც იგივე გარკვეულწილად ვიწრო სპეციალისტებმა ძალიან კარგ დონეზე და მაღალ დონეზე არ იცოდნენ, რომ მე მაინც გულისხმობ თერაპიულ მიმართულებებს შინაგანი მედიცინა. შინაგანი მედიცინა, რომელიც არის ასე ვთქვათ, ყველაფრის გარანტი, იგი არის გარანტი იმის, რომ ნამდვილად აი ამ დარგის ინტერნისტის მიერ შესაძლებელია მოხდეს ისეთი რთული დიფერენცირებული დიაგნოსტიკის ჩატარება, რომელიც ამ ეტაპისთვის დიახ აბსოლუტურად გეთანხმებით, ხშირ შემთხვევაში ჩვენთან არ არის ასე ვთქვათ პოპულარული. რატომ? იმიტომ რომ რაღაც გარკვეული სიმპტომის შემთხვევაში კონკრეტულ ვიწრო სპეციალისტთან მიდის ადამიანი. მაგრამ აქ ხდება ყველაზე მეტი პრობლემა. ხდება პრობლემა ის, რომ შესაძლებელია ეს სიმპტომი მოგვარებული არ იყოს. რატომ? იმიტომ რომ არ არის ჩატარებული ხშირ შემთხვევაში დიფერენცირებული დიაგნოსტიკა. იმიტომ რომ ჩვენ მოგვიხსენება, რას გულისხმობს შინაგანი მედიცინა, გულისხმობს იმას, რომ ძალიან ბევრი მსგავსი სიმპტომი შეიძლება იყოს, რომელიც სხვადასხვა დაავადებას შეიძლება ახასიათებდეს და ზუსტად ეს არის შინაგანი მედიცინის მთავარი ამოსავალი წერტილი, რომ მან გააკეთოს დიფერენცირებული დიაგნოზი. ანუ პაციენტს უთხრას ზუსტად ჩატარებული, გამოკითხული პაციენტის ფონზე, როდესაც ანამნეზური მონაცემების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი დაავადების, ასე ვთქვათ, როგორც პრევენცია, ასევე შემდგომში მისი მკურნალობის ტაქტიკაც და რა თქმა უნდა, კვლევების პრაქტიკაც, დროული დიაგნოსტიკაც ჩავატაროთ. სამწუხაროდ, დიახ, მინდა გითხრათ, იმ წლებში, როდესაც მე ვსწავლობდი და როდესაც დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მე არ ყოფილიყავი ინტერნისტი და მე ძალიან ვამაყობ ამით, რომ მე ვარ ინტერნისტი, იმიტომ რომ მართლაც ქვეყანაში დღევანდელ დღეს დეფიციტია, სერიოზული დეფიციტია, მაგრამ აქვე მინდა ისიც გითხრათ,
ქალბატონო ეკა რომ ძალიან ბევრია მსურველი რეზიდენტურას გულისხმობ ახალგაზრდების ვერ ვიტყოდი იმას რომ მხოლოდ ვიწრო სპეციალობებზე არამედ შინაგან მედიცინაზე მაგრამ საკმაოდ რთულია ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ საკმაოდ რთულია მოხვედრა ანუ გულისხმობ ქულებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ეცით აი ასეთ პოზიციებს ხშირ შემთხვევაში ყველაზე მაღალ ქულიანი, ანუ რეზიდენტურის გამოცდის ჩაბარების შემდგომ გულისხმობ ახალგაზრდები იკავებენ. დაბრუნდა, იმიტომ დაბრუნდა რომ ჩვენ როდესაც წავედით წინ და განვითარდა ჩვენი მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზე, რა თქმა უნდა, ეს ვიწრო სპეციალობები ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარია მათი განვითარებაც, მაგრამ დაგვავიწყდა ის საკითხი, რომ აი მაგალითად აქცენტს ვაკეთებთ უცხო ქვეყნებზე, აქცენტს ვაკეთებთ გერმანიაზე, ამერიკაზე, ევროპაზე, ასე შემდგომ და ის გვავიწყდება, რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც ინტერნისტი განსაკუთრებით გერმანიაში და ამერიკაში ეს არის ერთ-ერთი მთავარი რგოლი. იგი არის პრაქტიკულად ყველაფრის გადაწყვეტილებების მიმღებიც და რა თქმა უნდა საჭიროების შემთხვევაში ხდება ჩართულობა უკვე ვიწრო სპეციალისტების. კი, რა თქმა უნდა, სორტირებას პაციენტის ფაქტობრივად ინტერნალისტი უნდა ახდენდეს, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნეთ, მან უნდა განსაზღვროს მისი კომპეტენციის ფარგლებში გაგრძელდება დიაგნოზირების შემდეგ მკურნალობა თუ უკვე ვიწრო სპეციალისტი უნდა გადააბაროს იმის და მიხედვით თუ რა დიაგნოზზე გავა, მაგრამ აი ეს საინტერესო საუბარი წამოიწყვეთ მაკა თქვენ იმაზე რომ რეალურად დაბრუნდა გარკვეულწილად ინტერესი, იმიტომ რომ ვისაც ძიება აინტერესებს პაციენტთან კომუნიკაცია, გამოკითხვა, ამ ყველაფრის შეჯერება, ანალიზი, მიღებული მონაცემების კლინიკური იქნება ეს თუ ლაბორატორიული დიაგნოსტიკური, ასე ვთქვათ, კვლევების შედეგები და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ არის პრობლემა პირველადი ჯანდაცვის თემასთან დაკავშირებით. ხომ არ გამოიწვია ერთი პერიოდი აი ეს ჩავარდნა იქნებდა აღრევა იმან რომ შინაგანი მედიცინა ცალკე რეზიდენტურა იყო და ცალკე სპეციალობა ჩამოყალიბდა და პირველადი ჯანდაცვის ანუ ოჯახის ექიმის ცალკე. მოდით ახლა მაყურებლისთვის ახლა ჩვენთვის ექიმებისთვის ეს გასაგებია, მაგრამ მაყურებლისთვის რო გასაგები გახდეს, რა მსგავსება და განსხვავება ინტერნალისტსა და ოჯახის ექიმის შორის? მე ვიტყოდი რომ საკმაოდ დიდი განსხვავებაა. პირველად ჯანდაცვასა და ანუ ასე ვთქვათ ინტერნალისტს შორის, იმიტომ რომ პირველად ჯანდაცვის ანუ რგოლში ოჯახის ექიმები მოგახსენებათ რომ არ არის აუცილებელი ხშირ შემთხვევაში კონკრეტულად მაგალითად იყოს შეიძლება გინეკოლოგი გახდეს ოჯახის ექიმი. დიახ. იყო ესეთი ტენდენციაც. პედიატრიც არის, როგორც პედიატრიც, ასევე რა თქმა უნდა გადამზადების შემდგომ ასევე შესაძლებელია გახდეს ასევე პედიატრიც გახდეს ოჯახის ექიმიც. ნახეთ, ეს ძალიან კარგია, როდესაც გაივლის და ოჯახის ექიმის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა პრევენციაზე, როდესაც საუბრობთ ჩვენ, პრევენციულ ჯანდაცვაზე, როდესაც საუბრობთ, პირველად რგოლს რომ უნდა ქონდეს ძალიან დიდი პოპულარიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი რომ უნდა იყოს ამაზე ხო საუბარიც არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველად რგოლმა უნდა მოახდინოს სკრინინგის პოპულარიზაციაც, პირველად რგოლმა უნდა მოახდინოს პირველ ეტაპზე პირველ საფეხურზე დაავადების აღმოჩენა. ჩვენთან როგორ არის? ჩვენთან ოჯახის ექიმი რაც მე არ მომწონს ნამდვილად და აუცილებლად ვფიქრობ რომ რეფორმის ფონზე ეს უნდა აუცილებლად შეიცვალოს. წარმოუდგენელია, მოდით ავიღოთ მე მოღვაწეობდი გარკვეული პერიოდი გერმანიაში და სულ სხვანაირად არის იქ ოჯახის ექიმი არის შეიძლება ასე ითქვას იგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წამყვანი რგოლი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ასევეა ინგლისშიც და ამიტომ ასე აქედან გამომდინარე ჩვენთან როგორ არის ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ოჯახის ექიმები ძალიან დიდი შრომა უწევთ მაგრამ მოდით დავსვათ ესეთი კითხვა განასწორია ერთმა ოჯახის ექიმმა დღის განმავლობაში 27-30 პაციენტი რომ მიიღოს წარმოუდგენელია ეს ხო მაგ რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია თვითონ ექიმისთვისაც პრობლემა რა თქმა უნდა ხარისხზეც პრობლემა და რა თქმა უნდა კიდევ ვიმეორებ თუ ჩვენ პირველი რგოლი არ განვავითარეთ ეს არ ეხება მარტო ქალაქების დიდი ქალაქების პირველად ამბულატორიულ ქსელებს ხო აი თბილისში ქუთაისში და დიდ ქალაქებში არის ამბულატორიული ქსელები. ჩვენ გვაქვს ასევე
ამბულატორიები, სოფლის ამბულატორიები, სადაც ასევე თავისთავად ცხადია, ძალიან დიდ ფუნქციას ასრულებს იქაური ოჯახის ექიმი, წარმოიდგინეთ, იქ ყველაზე ახლობელია და უმნიშვნელოვანესი პერსონალია და სამწუხაროდ რაშია საქმე. როგორც იყო ადრე თუ გახსოვთ, აი ჩვენს სტუდენტობის პერიოდში სოფლის ექიმი ეს იყო ყველაზე უსაყვარლესი ადამიანი მთელი რეგიონში და წარმოიდგინეთ რომ ეს ეხლაც ასეა. ის ასევე ძალიან უსაყვარლესია და ყველა საპატივცემულოა. მაგრამ რა მინდა ვთქვა მე მინდა რომ აი ეს პირველადი რგოლი იყოს იმ სათანადო დონეზე რომ მანდ მოახდინოს არა მარტო ექიმა ფორმა 100-ის დამწერი არ უნდა იყოს და შემქმნელი მხოლოდ ექიმის სამედიცინო ცნობის შემქმნელი არ უნდა იყოს ექიმი. ექიმი უნდა იყოს ან სხვისი გამოწერილი მედიკამენტის გადაწერა არ უნდა უხდებოდეს ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმსაც ძალიან დიდი ფუნქცია აქვს და ზუსტად მათ ფუნქციაშიც არის ჩვენი მსგავსი ფუნქცია ზუსტად იგივე რომ მათაც უნდა მოახდინონ სკრინინგიც და უნდა მოახდინონ პირველად დონეზე დაავადების პრევენცია. ხო, და რა თქმა უნდა, ამოცნობა და მართვაც დაავადების, იმიტომ რომ ოჯახის ექიმთან მისვლა, მე თვითონ როდესაც დავამთავრე, მაშინ არ ერქვა ოჯახის ექიმი, ერქვა უბნის თერაპევტი. პოლიკლინიკაში დავიწყე მუშაობა უბნის თერაპევტად 4000-მდე პაციენტი იყო ჩემ უბანზე და მე მახსოვს რომ ხელა სამუშაოს ჩატარება მიწევდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ იყო 93 წელი, დაქცეული, გაუბედურებული ქვეყანა, არანაირი საშუალება, რა თქმა უნდა, სათქონდა კომპიუტერები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ჟურნალებში ყავდა ჩამოწერილი და ერთ წრეზე რო წავიდოდით, მე ხელახლა ვიწყობდით მეორეზე, იმიტომ რომ ვინც მოდიოდა პოლიკლინიკაში, ხო უნდა მიგვეღო და მეგვეხედა დიაგნოზი დაგვესვა. ბინაზე ვიზიტი უნდა შეგვესრულებინა და პლუს ქრონიკული პაციენტების უზეპირად ვიცოდით, ვინ ყავდა უბანზე და მათი პერიოდული იქეთ მოკითხვა ხდებოდა თუ აქეთ. ეს იყო უბედნიერესი ასეთი პაციენტი, როდესაც თერაპევტი ბინაზე მიდიოდა. კი, ნამდვილად. უბრალოდ იცით რა არის, ნამდვილად არ მინდა რომ ისე მოხდეს, რომ თერაპია, აი მართლაც საფუძველი მთელი შინაგანი მედიცინის ეს დარგი ძალიან წამოსაწევია. ამიტომ აბსოლუტურად გეკითხებით და აი თქვენ როგორც ექსპერტს, მაგრამ ამიტომ მინდა რომ ერთგვარად მაყურებლისთვისაც გასაგები რომ გახდეს. რა შემთხვევაში უნდა მივაკითხო მე პაციენტმა ოჯახის ექიმს და რა შემთხვევაში უნდა გადამამისამართოს იმან ინტერნალისტთან, იქვე პოლიკლინიკაში იქნება ის თუ კლინიკურ ჰოსპიტალურ დონეზე იქნება. ანუ ჩვენ კი ვიცით ეს პირველადი, მეორეული, მესამეული, ახლა უკვე მეოთხეული და მეხუთეული დონეების ამეცნო მომსახურების, მაგრამ ახლა მოსახლეობამ ამდენი ხომ არ იცის. აი მინდა რომ მოკლედ და გასაგებად აუხსნას. მაინც რა განსხვავებაა ძირითადად, როგორ უნდა იყოს ამაზეა საუბარი, ახლა ამ წუთას საქართველოში როგორ არის, ეს სხვა თემაა და იმედია დრო ამას შეცვლის და სწორი ჯანდაცვის პოლიტიკა. მაგრამ რომ გაიგოს თეორიულად როგორ არის აწყობილი განსხვავება ოჯახის ექიმსა და ინტერნალისტ შორის. ოჯახის ექიმი, როგორც უკან თქვით, ქალბატონო ეკა არის აქ რა არის? მუდმივად უნდა იყოს კონტროლზე, ყავდეს მისი ბენეფიციარები. აი თქვენ როგორც ბრძანეთ, მაშინ ამდენი ყავდათ, არც ეხლა ყავთ ნაკლები, მოვახსენე რომ ვიზიტი განსაკუთრებით მოხუცებს, ასაკოვან ადამიანებს ძალიან უყვართ. ქრონიკულ პაციენტებს ჭირდება. ექიმთან ვიზიტი ძალიან ხშირად, ამიტომ ოჯახის ექიმის რაღა თქმა უნდა, მთავარი ფუნქცია არის მაინც რომ შეკრას პაციენტი, რაღა თქმა უნდა მოусმინოს, პირველად დონეზე გაუწიოს შესაბამისი დახმარება და საჭიროების შემთხვევაში თუ კი გიხედავს რომ აუცილებელი რომ პაციენტი ვიწრო სპეციალისტთან გადაამისამართოს, ამ შემთხვევაში გაუშვას. და რა თქმა უნდა, იქ იმუნიზაცია არის ასევე მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა აუხსნას. ანუ უფრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მაგრამ ისინი კლინიცისტებიც არიან. რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმს არ ეკრძალება არც დანიშნულების დაწერა, არც მკურნალობის ჩატარება. დიახ, პირველად ეტაპზე. მაგრამ რას აკეთებს ინტერნისტი, რომელიც მუშაობს მაგალითად თერაპიულ დეპარტამენტში. იქ მართავს უმძიმეს პაციენტებს, რომელსაც შესაძლებელია ყავდეს, პაციენტს მაგალითად შესაძლებელია ქონდეს უпростоრად არა ერთი, არამედ რამოდენიმე პათოლოგია. აი წარმოიდგინეთ ახლა გერიატრიული პაციენტი მაგალითად, რომელიც შემოდის ძლიერი საერთო სისუსტით, შემოდის ხველით, ასეთ შემთხვევაში უკვე ჩვენ ვნახულობთ, რომ აქ არის პნევმონია, მაგრამ ასევე აქვს ამ პაციენტს კარდიოლოგიური პრობლემები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, მოკლედ
ძალიან კომორბიდიზმი, კი ბატონო. კომორბიდიზმი, აი წარმოუდგენელია, ბევრი პრობლემა არის უკვე წარმოუდგენელი ამ პაციენტში. ამიტომ აქ გვჭირდება უნიშნელოვანესია ზუსტად თერაპიული გამოცდილება, თერაპიული ცოდნა და იმის გარჩევა, თუ რომელი სიმპტომია დღეს მიმდინარე არის ჰოსპიტალური თერაპია, ჰოსპიტალური თერაპია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა კლინიკაშიც ალბათ თქვენ ძალიან კარგად იცით, ეხლაც არის ჰოსპიტალური თერაპია და ყოველთვის დატვირთულია. აი ახლა მინდა მივიდე სწორედ მანდ გარკვეულწილად დაფინანსების მოდელთანაც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პირველად ჯანდაცვაზე, ამბულატორიულ კომპონენტზე საყოველთაო ჯანდაცვის, ეხლა მე კერძო დაზღვევას ამ წუთას არ ვეხები, უფრო სახელმწიფოებრივი კუთხით ვიხილავთ ხოლმე პრობლემებს. გასაგებია ამბულატორიულ კომპონენტს აქვს თავისი კაპიტაციურზეა კი ბატონო და პროცენტებით განსაზღვრულია 70% 80 თუ 100-ით რა მომსახურება როგორ ფინანსდება რომ დაახლოებით ადამიანმა იცოდეს და ეს ნორმალურია ეს ბუნებრივია იმიტომ რომ ყველაფერს ვერ დააფინანსებ და არსებობს გარკვეული სტანდარტი და ჩარჩო. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თერაპიულ პრობლემებზე, მათი დაფინანსების გარკვეული აღრევა მაინც გვაქვს. ანუ, აი ეს რაღაცა ინტენსიური თერაპია, მოდი ესე ვთქვათ, იგივე გერიატრიული ახსენეთ, იმაზე გამახსენდა, გამწვავების პერიოდი და ამ სტაციონარში გადასვლა, კი ბატონო, ფინანსდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მართლა ჩვეულებრივი პნევმონია დამემართა მე და ჩემი უკვე ბინაზე დატოვება რისკის ქვეშა და ჯობია რომ ვიმკურნალო ამ როგორც ადრე იყო ხო ვირტუს ანთებით თუ იქ კოლეცისტიტითაც კი და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომითაც და მით უმეტეს ჰეპატიტებით და ასე შემდეგ წვებოდით სამონტოფოში და კი ბატონო მიდიოდა მკურნალობა ამ შემთხვევაში ეს კომპონენტი არ ფინანსდება ხო მართალია ამიტომ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იმართოს დაავადება თუ ის ინტენსიური თერაპიის ჩვენებაში არ ჯდება, მაგრამ ამავე დროს ბინაზე მისი მართვა გარკვეულწილად გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ძალიან საინტერესო შეკითხვაა, რა თქმა უნდა, ესეთი პაციენტი, რომელსაც აქვს რამოდენიმე სხვადასხვა პათოლოგია, ან თუნდაც ავიღოთ იგივე ახალგაზრდა ეხლა აგერ სულ ხო, არა, მარტო პნევმონია აქვს შეიძლება, ავიღოთ თუნდაც ეს სულ უახლოესი წარსულიდან ეხლა კოვიდის ფონზე რა ხდებოდა, ხო, ყოველ მეორე ახალგაზრდა ადამიანსაც ჰქონდა პნევმონია და არა მარტო ეს აი თუნდაც იგივე სეზონია ეხლა ვირუსული სხვადასხვა პათოლოგიების და ეს არის აბსოლუტურად თერაპიული სამართავი თავისთავად ცხადია და რა თქმა უნდა მე ვერ წარმომიდგენია ის პროფილი რომელმაც თერაპიული მიმართულება ვერ მართოს პნევმონია, იმიტომ რომ ეს იყო ყოველთვის მისი. ეხლა როგორ არის, რაც შეეხება თუ კი ადამიანს აქვს მონაცემები მისი ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, ისევ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში თუ ვისაუბრებთ კაპიტაციასთან დაკავშირებით, რაც ვთქვით, აქ აუცილებლად უნდა დავამატო ორი წინადადება, რომ ის კაპიტაციური დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ არ არის ის რაც უნდა იყოს და ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც კარგი და მაინც შეღავათი იყო ადამიანებისთვის და განსაკუთრებით კი ასაკობრივი ჯგუფებისთვის და სხვათა შორის საკმაოდ ბევრი ისეთი კვლევაც არის, რომელი კვლევაც ოჯახის ექიმს აძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეულ პირველ ეტაპზე მან დიაგნოსტირება ჩაატაროს და ეს ხელმისაწვდომია. კი, რა თქმა უნდა, იქ არის ულტრასონოგრაფია, იქ არის ასევე სხვადასხვა სახის, სხვათა შორის ისეთი რუტინული კვლევები მაინც რუტინულიც არის, ლიპიდური პროფილიც არის, სხვადასხვა კვლევები შედის და ეს აძლევს უკვე ოჯახის ექიმს იმის საშუალებას, რომ მან გერიატრიული პაციენტი ანუ მხედველობაში მაგ ასაკობრივი ჯგუფი უკვე მართოს. იმიტომ რომ რატომ ვაკეთებ ამაზე აქცენტს, იმიტომ რომ ყველაზე მეტი დაავადებებს მაინც ისინი წარმოადგენენ და ყველაზე ხარშეფექტური არ მოხდეს ჰოსპიტალში. რა თქმა უნდა, აი რატო ვამბობ მე ყოველთვის რომ იყოს ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომ მან მოახერხოს ეს, რომ ეს პაციენტი მართოს იმ არსებული კვლევების საფუძველზე თვითონ ამბულატორიულად და არაერთი პაციენტი მართეს ოჯახის ექიმება. ჩვენ ვიცით სხვადასხვა სახისა ეს სეზონური გრიპების არსებობის შემთხვევაში ხო ყოველთვის ონლაინ მართა ხალხმა ეს დაავადებები და წარმოიდგინეთ ეხლა აქვთ კვალიფიკაცია საკმაოდ მაღალი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ოჯახის ექიმს მაგრამ მე მინდა რომ მათ გქონდეთ კიდევ მეტი мотиваცია. ჩემთვის მთავარი საკითხი არის ის, რომ პირველადი ჯანდაცვა იყოს დიახ, ნამდვილად პირველადი და მთავარი რგოლი.
როგორ შეიძლება ისევ მართოთ პაციენტი თუ ის ვერ წვება? ნუ ვიღაცა დაწვება, იმიტომ რომ ფინანსური თვალსაზრისით უზრუნველყოფს, მაგრამ ფიზიკურად განყოფილება არ არის ბევრგან. ჩვეულებრივი თერაპიული განყოფილება არ არის ყველგან დაკავებული აი ამ ინტენსიური სეზონზე. დიახ. განსაკუთრებით სეზონზე. აი როგორ მოიხსნიან ეს პაციენტები? აი ასეთ შემთხვევაში ქალბატონო ეკა ჩვენ უნდა გვყავდეს საკმაოდ კვალიფიციური თერაპევტები. ინტერნისტები და მაშინ ასეთ შემთხვევაში თავისთავად ცხადია ამ ადამიანმა უნდა მიმართოს უკვე ინტერნისტს და ინტერნისტის შემდგომ იქნება მართული ეს პაციენტი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნახეთ რამდენადაც ბოლო პერიოდია დიახ აბსოლუტურად გეთანხმებით და არ ვიცი ეს რატომ მოხდა რატომ წავიდა ისეთი დამოკიდებულება რომ შინაგანი მედიცინა კიდევ ვიმეორებ ყველაფრის საფუძველი რატომ იყო ისეთ მდგომარეობაში ჩაყენებული თუნდაც ეხლა ამ ეტაპზე რომ შესაძლებელია წავიდეს პაციენტი პულმონოლოგთან და მე ვკითხვას ვსვამ შინაგანი მედიცინა პულმონოლოგიას და გასტროენტეროლოგიას არ მოიცავს მე მახსოვს მაგალითად როდესაც მე მუშაობა დავიწყე ჩემს დეპარტამენტს ერქვა პულმონოლოგიის და ფილტვის პათოლოგიის განყოფილება, რომელიც შედიოდა შინაგან მედიცინაში. შემდგომ გადავედი გასტროენტეროლოგიურ განყოფილებაში. ამიტომ, ნახეთ, ხშირ შემთხვევაში არის ასეთი გაიდლაინითაც ხომ უნდა ვისარგებლოთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, შინაგანი მედიცინის სპეციალისტებს. არ გვეგრძელება არც ერთი იმ პათოლოგიის მკურნალობა, რომელიც შედის შინაგანი მედიცინის ფარგლებში. თავისთავად ცხადია, ხა შინაგანი მედიცინის სპეციალისტმა ქირურგიული ოპერაციას ვერც გააკეთებს და არც უნდა გააკეთოს. პულმონოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში აბსოლუტურად არ გეგრძალება, მათ შორის კარდიოლოგიაშიც. არ გაქვს შეზღუდვა, შეგიძლია რომ ეს პაციენტი მართო შინაგანი მედიცინის სპეციალისტმა. ასევე, მაგრამ ძალიან ხშირად ნახეთ როგორ არის, აი რატომღაც იგივე ვირუსული პათოლოგიების ხარჯზე განვითარებული ბაქტერიული პნევმონიები, რატომაც თავიდან ბოლომდე იქნება შთაბეჭდილება, რომ ეს უნდა იმართოს ინფექციონისტების მიერ. აი, ცუდიც და კარგიც აქ ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მარტო ერთი მხარე აქ ამოვლენას, მაგრამ მილევადი არ აღმოჩნდეს ეს სპეციალობა. არ გამოვიდეს ისე, რომ თერაპევტის როლი ვეღარ დაინახოს ვერც პაციენტმა, ვერც სახელმწიფომ, ვერც კერძო კლინიკამ, რომლის მფლობელს ინტერესი აქვს, რომ შემოუვიდეს. თანხად არ გახსნა თერაპიული განყოფილება, იმიტომ რომ ეს ინტენსიური გავიგი აქვს, გადაუდებელი გავიგი აქვს, მაგრამ ჩვეულებრივი თერაპიული დიაგნოსტიკის განყოფილებები ჩვენ აღარ აქვს. მე რომ ტუბერკულოზის ცენტრში რეზიდენტად მივედი, იქაც კი არსებობდა დიაგნოსტიკის ცალკე განყოფილება გამორჩეული, აი განუმეორებელი მართლა სპეციალისტი აკადემიკოსი ჭაბუკ ფურცხვანიძე ხელმძღვანელობდა და მის წასვლასთან ერთად ფაქტობრივად ესეთი განყოფილება მე იქაც გაოქმდა. არ ვიცი საბჭოთა კავშირში მაშინ დელში მე მგონი ერთადერთი იყო ასეთი, იმიტომ რომ ეს იყო ამ ადამიანის დაარსებული, მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ საწყის სტადიაზე თუნდაც ფილტვის დაავადებების ფარგლებში დიაგნოსტიკა უნდა მომხდარიყო. ტუბერკულოზური და არატუბერკულოზური ყოფილიყო გარჩეული. ეხლა წარმოიდგინეთ, ერთი სპეციალობის ფარგლებში გვჭირდება დიაგნოსტიკა და მით უმეტეს ამ ხელმთელი შინაგანი თერაპიის ფარგლებში მით უმეტეს გვჭირდება. ამიტომ აქ ესეთი კითხვა თქვენთან ასევე როგორც ექსპერტთან. ხომ არ შეიძლება მაშინ რომ თუ შინაგანი მედიცინის მიმართ ჯერჯერობით ესეთი დამოკიდებულება ავიღოთ და ნუ პირველად ჯანდაცვასთან ესეთი პატარა აღრევა და გაუგებრობა ხდება და კლინიკები დაინტერესდნენ დიაგნოსტიკის განყოფილების ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის აზეც მე ეს არის ჩემთვის ის რაზეც მე ყოველთვის ვაკეთებ აქცენტს და ყოველთვის ამას ვსაუბრობ, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში სადაც თერაპიული მიმართულება გახდება მილევადი და ეს მიმართულება მინდა გითხრათ რომ არ არის მილევადი, არ არის, იმიტომ არ არის, რომ ნახეთ ძალიან ბევრი მოთხოვნილებაა თერაპევტთან დაკავშირებით, მაგრამ აღარ არის ფიზიკურად. მაგრამ ახალი თაობა კიდე აღნიშნავ მე მიხარია ძალიან ბევრი თაობა მოდის, ადამიანები ახლა კიდე მონდომებულები არიან და აი ისეთმა რამოდენიმე ახალგაზრდამ მითხრა, ახლა სულ რამოდენიმე დღის წინ რომ ისინი აპირებენ თერაპიული რეზიდენტურის გაგრძელებას, შესანიშნავი კადრები, აი ნამდვილად ეს მე ძალიან მესიამოვნა. ნახეთ
თერაპიული მიმართულება ქალბატონო ეკა ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება ვერც ერთი ჯანდაცვა თერაპიული მიმართულების გარეშე და თერაპიის გარეშე, შინაგანი მედიცინის გარეშე ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ მინდა ვთქვა, მაგრამ იმიტომაც არის შემდგომში გაურკვეველი და ხანდახან არასწორად დიფერენცირებული დიაგნოზები. დიფერენცირებული დიაგნოზის გაკეთებას ძალიან დიდი ღრმაცოდნა ესაჭიროება. შეიძლება იყოს ვიწრო პროფილის და აუცილებელია რომ უნდა იყოს ვიწრო პროფილის კოლეგები, რომელსაც გამორიცხავს იმ გუნდურ მუშაობას და კონსილიუმის პრინციპს. რა თქმა უნდა და მეც მივმართავ ქალბატონო ნევროლოგიც, რევმატოლოგიც. კი ბატონო. ძალიან ხშირად მივმართავ მეც ჩემს კოლეგებს ვიწრო პროფილის კოლეგებს, მათ შორის ინფექციონისტებსაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი ჩემთვის, მაგრამ ნახეთ რა არის მთავარი პაციენტი თუ არ იქნა თავიდან ბოლომდე შეფასებული, თუ პაციენტის რატომ არის სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვანი? მაშინ არ გამოვკითხოთ სამედიცინო ისტორია და პირდაპირ სიმპტომზე ვიმუშაოთ, მოვიდა ადამიანი თავით კივა, საერთოდ არ შევეკითხოთ რატომ კივა, რატომ არის თავის კივილი, ან რამდენი დღე კივა, რას უკავშირებს და გავუშვათ პირდაპირ მაშინ მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის როგორც ფინანსებთან დაკავშირებული, ასევე რადიაციულ აქტივობასთან, ხო, დასხივებასთან, უსაფრთხოებასთან, ასევე რა თქმა უნდა, შესაძლებელი ელემენტალური, აი სულ ელემენტალური 2-3 შეკითხვით ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციის ფონზე გაირკვეს ამ ადამიანს რა ჭირს. არტერიული წნევა მაინც ხო შეიძლება რომ გაეზომოს ასეთ ადამიანს და ნახოთ რომ თურმე ამ ეტაპზე ადამიანს აქვს უმნიშვნელოდ, მაგრამ მომატებული აქვს არტერიული ჰიპერტენზიის ეპიზოდია და ჩვენ ამას ამ შემთხვევაში არ მოვახდინეთ მისი თავიდან ბოლომდე გამოკითხვა. რატომ აქვს უშუალობა ანამნეზს? იმიტომ რომ მაშინ არ იქნებოდა წარსულის დაავადებების წარმოდგენა აუცილებელი. მაშინ არ იქნებოდა დღევანდელი სიმპტომების წარმოდგენა აუცილებელი. ხო, მაგრამ მან შეიძლება ოპონენტმა გიპასუხოთ, რომ კი ბატონო, ხველა არის და ამ ხველის სიმპტომით დაუშვათ შეგიძლია პირდაპირ გამოუშვა პულმონოლოგთან და გამოკითხვასაც მე გავაკეთებ. დივდიაგნოსტიკოსათიკასაც მე გავაკეთებ და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა, მე არ მინდა მაყურებელმა ისე გაიგოს, რომ ჩვენ ახლა ვპაექრობთ თერაპევტი თუ ვიწრო სპეციალისტი, უბრალოდ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ვიწრო სპეციალისტთან უკვე დამუშავებული უნდა მივიდეს პაციენტი, ყველა სხვა ყველაფერი გამორიცხული უნდა მქონდეს და დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თუ პულმონოლოგთან ვუშვებ, ესე იგი პულმონოლოგიური პათოლოგია ნამდვილად 80%-ში უფრო მეტად ნავარაუდები და ნაგულისხმები, იმიტომ რომ ჩვენს გვაქვს საწყისი დიაგნოზი, კლინიკური დიაგნოზი, საბოლოო დიაგნოზი. ყველაზე მეტად პირველ რიგში პულმონოლოგები იყო. რა თქმა უნდა და მე მინდა უბრალოდ ახლა ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი, ასე ვთქვათ, უფრო დაუთმო. ანუ პირველი ნაწილი რომ შევაჯამოთ, ჩვენ ვისაუბროთ ისეთ პრობლემაზე, როგორც არის შინაგანი მედიცინა, როგორც სპეციალობა, რა ძირითადი, ასე ვთქვათ, გამოწვევები არსებობს თვითონ ტერმინთან, სპეციალობასთან, ფუნქციებთან, ვალდებულებებთან, პასუხისმგებლობებთან, სამუშაო აღწერილობებთან დაკავშირებით და ასევე გამოვყავით მეორე პრობლემა, როდესაც ჰოსპიტალურ დონეზე ჭირდება თერაპიულ პაციენტს მართვა, ინტენსიური და გადაუდებელი არ გვაინტერესებს, უბრალოდ ჩვენ საუბრობთ თერაპიულ პათოლოგების ჰოსპიტალურ მართვაზე. ამ შემთხვევაში გვაქვს გარკვეული გამოწვევა და ალბათ საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ გქონდეთ კლინიკებს თერაპიული განყოფილებები, დიპდიაგნოსტიკური თუნდაც განყოფილებების სახით, რომ იქ მოხვედრილ პაციენტს ჩაუტარდეს ყველა ის აუცილებელი გამოკვლევა, მათ შორის რა თქმა უნდა გამოკითხვა ძირეული, რაც მიგვიყვანს იმ დიაგნოზამდე, რომელიც არის მიზეზი და გამომწვევი ამა თუ იმ სიმპტომის, სიმპტომოკომპლექსის თუ სინდრომის და შესაბამისად ასე უფრო ავიცილებ თავიდან ეგრეთ წოდებულ არასწორ დიაგნოზებს, საექიმო შეცდომებს, სამედიცინო დაუდევრობებს, გულგრილობებს და ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, მცდარ დიაგნოზებსა და დანიშნულებებს, რომელმაც შეიძლება შემდგომში პაციენტის უკმაყოფილება გამოიწვიოს. აქვე მინდა სანამ მეორე ნაწილზე გადავიდოდეთ, ერთი რამ ვთქვა, ვინც არ არის მედიცინაში ჩახედული, მკითხაობას, მარჩიელობას ეძახის ყოველთვის, როდესაც ეტაპ-ეტაპ ამას ასრულებ და მისთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ერთი სიმპტომი შეიძლება 300-ზე მეტი დაავადება იწევდეს და უნდა იმ 300-დან ჩამოხვიდეს 3-ზე და მე იმ 3-დან ერთი, ასე ვთქვათ, ნამდვილი მიზეზი იპოვოს.
უბრალოდ ამ პროცესს ეტაპები ჭირდება, ამაში გამოკითხვა შედის, სხვასთან გაგზავნა შედის, დიაგნოსტიკა შედის, რუტინები. ეს არის სწორედ დიფერენცირებული რომლის გარეშეც დამეთანხმებით ქალბატონო ეკა რომ არც ერთი უბრალოდ ეს დაავადება არ ტერმინი იმართება. დიფერენცირებული დიაგნოზირება შეიძლება არ იცოდეს მაყურებელმა და ამიტომ მოდით გავმარტავ. ვცდილობ რომ ხო, აი ეს მინდა რომ განვმარტო და მე გადავიდეთ დიფერენცირებული დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ რაც ქალბატონმა ეკამ ბრძანა, რაზეც ახლა ვისაუბრებ, წარმოუდგენელ სიმპტომთა სიუხვის ფონზე და არსებული მთლიანად პაციენტის ანამნეზური მონაცემები, წარსულის დაავადებებით, საოჯახო დაავადებებით, ძალიან ბევრი შეკითხვებია ყოველთვის პაციენტთან, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო არ ჭირდება, იმიტომ რომ ამას სერიოზული ინტერნისტი ძალიან ნორმალურ დროში ჩაატარებს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივდივართ, თავისთავად ცხადია, სწორ მიმართულებას ვაძლევთ პაციენტს, თუ რა კვლევები უნდა ჩატარდეს და ეს კვლევები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პერკუსია, პალპაცია, რა თქმა უნდა, ვიტალური პარამეტრები, გასინჯვა პაციენტის და ამის შემდგომ ვაძლევთ უკვე რეკომენდაციას გარკვეულ კვლევებზე, რომლებიც ასევე გამორიცხავს როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტალური კვლევები, თუ რასთან მქონდა საქმე და აი შემდგომი ეტაპი არის უკვე ეს არის დიპ დიაგნოზი, მსგავსი სიმპტომები და გამორიცხვა არსებული ყველა ამ მონაცემების ფონზე. არ არის ეს რთული. ეს არის ინტერნისტის დიფერენცირება, ეს არის ინტერნისტის სპეციალობა და ინტერნისტმა ეს უნდა გააკეთოს და როდესაც ეს იქნება დანახარჯი, აი ეს იყო ზუსტად დღევანდელი თერაპიული მიმართულების, ასე რომ ვთქვათ, ხიბლი, როდესაც ეს იქნება, რაც არის სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ხარჯიც ნაკლებია, პაციენტიც ბედნიერია, ექიმიც რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერია რომ ამდენი სიმპტომიდან რა თქმა უნდა დასვა დიაგნოზი და თქვა რა არის და შემდგომში თუ კი ეს არის თავისთავად ცხადია დაუშვათ სპეციალისტის პრეროგატივა ჩარევა ესაჭიროება ან ესაჭიროება სიტყვაზე ვთქვათ გინეკოლოგის ჩარევა ესაჭიროება კორონაროგრაფიის ან სხვა მაღალტექნოლოგიური კვლევების დაგეგმა ეს ხდება მარტივია ამით კმაყოფილია პაციენტი ამით კმაყოფ ხარჯს ეფექტურია კომპაქტურად ხდება ამიტომ ისეთი მეთოდი როგორიც არის უცხოეთში კიდევ ვიმეორებ მე პირადად რაც მე ჩემი მუშაობის პერიოდში გერმანიაში ვნახე, იქ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს ინტერნისტი, ესეც მინდა ვთქვა, ინტერნისტი აკეთებს ეხოსკოპიურ კვლევებსაც, ინტერნისტი აკეთებს, როდესაც პირველად მითხეს რომ გასტროსკოპიური კვლევა და კოლონოსკოპია უნდა ჩამეტარებინ, რა თქმა უნდა, ძალიან შევწუხდი, მაგრამ ვისწავლე და გავაკეთე, ამასაც ინტერნისტი აკეთებს, ინტერნისტი აკეთებს ყველაფერს, ამზადებს თავიდან ბოლომდე პაციენტს, ხშირ შემთხვევაში არ ჭირდება არავის დახმარება, მაგრამ თუ კი საჭიროა შაქრიანი დიაბეტია, თუ კი იქ არის ესეთი გარკვეული სხვადასხვა ნოზოლოგიები, რა თქმა უნდა, ინტერნისტი რთავს სპეციალისტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი რეფორმის ალბათ მიმართულებაც აქეთ უნდა წავიდეს, რომ რაღაცნაირად შევჯერდეთ სად არის საზღვრები ასე ვთქვათ შინაგანი მედიცინის და სად არის უკვე აუცილებლობა და ვალდებულება რომ ამ საზღვრებს გავცდეთ და პაციენტი გადავამისამართოთ გამზადებული, მომზადებული, შეფუთული საჭიროების შემთხვევაში გადავამისამართოთ სპეციალისტებთან. ნუ თემა ძალიან დიდია, ღრმა არის და ძალიან სპეციფიკურია, ამიტომ ჩვენ აქ გავჩერდებით ამ დეტალებზე აღარ გადავალთ, უბრალოდ მინდა ეხა მეორე ნახევარში ძალიან მოკლედ ვეცადოთ ჩამოვაყალიბოთ ის დეტალები, რომელიც თქვენი საქმიანობის მეორე მხარეს უკავშირდება. ეს არის თქვენი სამეცნიერო კვლევით საქმიანობა, სადოქტორო სამთავრებთ, როგორც ვიცი, ეს არის თქვენი აკადემიური საქმიანობა, როგორც პედაგოგის, ლექტორის, დეკანის და ასე შემდეგ და მოდით ეს ორი მიმართულება გამოვყოთ. სამეცნიერო კვლევით მიმართულებით რას გამოწვევას, რა პრობლემას ხედავთ ჯანდაცვის სისტემაში და აქედან გამომდინარე რა თემაზე მუშაობთ და რას გვპირდებით სამომავლოდ თქვენი კვლევის შედეგები თუ არ დაინერგა აუცილებლად დაინერგება ამიტომ ამ მიმართულებით რას თქვენთან იქნება საგანმანათლებლო თქვენთან იქნება აი ეს გარლევთ პირობას რომ თქვენ იქნებით ექსკლუზიურად როდესაც მე ამ კონცეფციას რომელზეც ახლა მუშაობ აუცილებლად წარმოვადგენ თქვენთან რა თქმა უნდა მე მოგეხსენებათ უკვე ვარ მედიცინის აკადემიური დოქტორი უკვე გახლავართ პროფესორი კლინიკურ მიმართულებაში, გახლავართ პროფესორი კარდიოლოგიაში.
ჩემი სადოქტორო იყო კარდიოლოგიაში, ძალიან კაი ხანია უკვე ეს დიდი ხანია უკვე მაგრამ ახლავად ვარ ძალიან ბევრი უნივერსიტეტებში მუშაობდი ასევე და მუშაობ დღესაც ვაგრძელებ ჩემი პროფესორის კარიერას და დღევანდელ დღეს მე უკვე შემიძლია გითხრათ რომ დავამთავრეთ თითქმის და მოგეცით უკვე ექსკლუზიური პირობა ეს არის ძალიან საინტერესო გამოწვევა, უდიდესი კვლევა ჩავატარე, უდიდესი ძალიან საინტერესო კონცეფციას დავწერ ცოტა ხანში და შემოგთავაზებთ, ეს იქნება ჯანდაცვის უსაფრთხოების კონცეფცია, ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით, ანუ მხედველობაში მაქვს საქართველოს მაგალითზე. რას გულისხმობს ჯანდაცვის უსაფრთხოება, ზუსტად იმას, რომ დიფერენცირებული დიაგნოზით იყოს შეტანებული სწორად. ზუსტად იმდენ პუნქტს გულისხმობს, რაც შედის ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაში. ეს არის იგივე ჩვენ ვიმსჯელეთ, ვიდრე შემოვიდოდით დღეს და ვსაუბრობდით თქვენთან. ეს არის პაციენტის და ექიმის დამოკიდებულება. ეს არის პაციენტის უფლებები. აქვე აუცილებლად დავძენ, უმნიშვნელოვანესია ექიმის უფლებებიც. როგორც პაციენტს აქვს რა თქმა უნდა ჩვენ ჯანდაცვის უსაფრთხოებაზე საუბრობთ ზოგადად და არა მარტო პაციენტის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პაციენტის უსაფრთხოება, ექიმის უსაფრთხოება, პაციენტის უსაფრთხოებაში კიდევ არის უსაზღრო პუნქტებია, რომელიც დღეს ახლა ძალიან შეუსწავლელი ქირურგიული, ტექნიკური, გარემოს პირობები, სასაზღვრო გადამდები დაავადებები ეს არის ზოონოზური დაავადებები, მედიკამენტები, საკვები. საკვები, ჰაერი, ნიადაგი, აი როგორ ვთქვათ და რაც ვთქვათ ასევე მთავარი საკითხია ლოჯისტიკა. ეს ძალიან რთული და დიდი თემაა, კი, ამას ახლა ჩვენ დეტალებში ვერ ჩავშლით, უბრალოდ მაყურებელს ვეთქვით, რომ მნიშვნელოვანია ძალიან. ის რომ კვლევა ჩატარდა ჯანდაცვის უსაფრთხოებას და რომ თქვენ ეროვნული კონცეფციის, ასე ვთქვათ, ავტორად შეიძლება მოგვევლინო ძალიან მალე. და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთია რომ კონცეფცია გაწერო და სახელმწიფო სტრატეგია გააკეთო, მაგრამ მეორეა ეს მე როგორ დაინერგება და რამდენად იქნება პოლიტიკური ნება, იმიტომ რომ თუ ჯანდაცვის უსაფრთხოების თემა მოგვარდება ქვეყანაში, ძალიან ბევრი რამ მე უკვე თავისით დაალაგდება და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ექსკლუზივს მოგცემთ და ამაზე ჩვენ ჩაშლილად ვისაუბრებთ, მაგრამ აი ახლა ორი სიტყვით მაინტერესებს. თქვენ რო კვლევა ჩაატარეთ, სანამ დაიცავთ, აი მანამდეც რაც წინასწარი შედეგები გაქვთ. სად არის ყველაზე დიდი პრობლემა ჯანდაცვის უსაფრთხოებისა საქართველოში? ახლა რა მონაცემები? ხალბატონიკა ძალიან რთული შეკითხვა დამისვით ახლა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რას კვლევა როდესაც ჩავატარე, რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი სტატიებიც გამოვაქვეყნეთ და მარტო ქართულ ჟურნალებში, არამედ საერთაშორისო ჟურნალებში მოგეხსენება, როგორც არის სადოქტოროს ფარგლებში და გამოკითხული იყო ძალიან ბევრი რესპონდენტი, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი კოლეგებიც გამოკითხული და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ჩვენი კოლეგების პასუხი იყო ყველაზე მწვავე. ანუ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ექსპერტებიც იყვნენ გამოკითხული და მათი ანუ პასუხი ჩემს მიერ დასმულ ამ კვლევის კითხვებზე ისეთი მწვავე არ იყო, როგორიც მწვავეც იყო ჩვენი კოლეგების პასუხი. და ყველა იყო მოხარული, რომ ეს თემა წამოიწია, თუმცა ეს არის გრანდიოზული თემა. რა იყო ძირითადი პრობლემა? ძირითადი პრობლემაში არის დიაგნოსტიკა. გადაჭარბებული. ხედავთ როგორ ისე ვიკამდები. აი სამწუხაროდ ეს იყო. ჰიპერდიაგნოსტიკა. მე ვამბობ ჩვენი კოლეგების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. და ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია, ხო, რა თქმა უნდა, და საკმაოდ ბევრი კოლეგა გამოიკითხა, როგორც ადმინისტრაციულ მიმართულებაში, ჯანდაცვის პოლიტიკაში, ასევე მოქმედი ექიმებიც, საკმაოდ ისეთი ცნობილი ექიმები, გადაჭარბებული კვლევები. გადაჭარბებული და არა ხშირ შემთხვევაში არა თავისთავად არ ვიტყოდი ამას, ახლა ჩვენ შესანიშნავი ექიმები გვყავს და მართლაც არა ჩვეულებრივი დიაგნოზები და ოპერაციები კეთება, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. დიაგნოსტიკასთან მიმართებაში სისტემური პრობლემა. იყო საუბარი ძალიან ხშირ შემთხვევაში მედიკამენტების ფასებზე, მედიკამენტის ხარისხზე. მედიკამენტოზე უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა და ასევე გადაჭარბებული რაოდენობით მედიკამენტების დანიშვნასთან დაკავშირებით და მე ვუსმინე თქვენს
გადაცემას იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიპრაგმაზიაზე, იმიტომ რომ ნახეთ, შესაძლებელია ადამიანს კონდეს დანიშნული 15 მედიკამენტი. ხშირ შემთხვევაში მეტი რაოდენობის ეს მედიკამენტები უფრო მეტად ასოცირდება არა ძირითად დაავადებასთან, არამედ იგი ასოცირდება აი როგორც საკვები დანამატების სახით და მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან პოპულარული D ვიტამინის დეფიციტი, ასევე გამოიკვეთა საკვების უსაფრთხოება, ძალიან სერიოზული კითხვები იყო საკვების უსაფრთხოებასთან და ბევრმა ჩვენმა კოლეგამ ისიც კი მიგვანიშნა რაღაც გარკვეულ კვების პროდუქტებზე ქონდათ აქცენტი, ნიადაგის უსაფრთხოება, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ, ეხა ნიადაგი ზოგადად გარემოს უსაფრთხოება, ნიადაგი ზოონოზურ დაავადებებზე იყო ასევე ძალიან დიდი აქცენტი. აი, იმდენად მნიშვნელოვანია და ყველაფერი ჩამოთვლია. და იყო ძალიან ესეთი სერიოზული აქცენტი ასევე იმასთან, რომ უნდა იყოს მენეჯერული ანუ ასე რომ ვთქვათ, დაფინანსების სისტემები მურგებული იყოს და გადახედილი იყოს. სწორად აი იგივე რასაც მაგალითად პირველ ჯანმრთელობაზე ვისაუბრეთ, იგივე რასაც ვისაუბრეთ აი პაციენტი, რომელიც შეიძლება ვერ დააწვეს რაღაც გარკვეული პრობლემის გამო, ფინანსური გადასახადის გამო, აი ამაზეც იყო რომ ესენი უნდა მოხდეს ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი და ყველაზე დიდი აქცენტი გააკეთა ყველამ. პირველად ჯანდაცვა, ყველაზე მეტი აქცენტი, მისი როლი პრევენციაში და რა თქმა უნდა სკრინინგ პროგრამების აქტუალიზაციაში. კეთილი, მაკა ეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია, უბრალოდ მე ერთი რამ მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ პარადოქსია ჩვენს ქვეყანაში თან წუწუნებენ სულ პაციენტები იმაზე, რომ ან დიაგნოსტურად ვერ გავს, ან ბევრი წამალი დაუნიშნეს, ან ძალიან ძვირი დაუჭდა და თან სიამოვნებით მიდიან და ყიდულობენ საკმაოდ ძვირად ღირებულ ისეთ პრეპარატებს, რომელიც პრაქტიკულად არ არის აუცილებელი საჭირო ან არაფერს არ შეიძლება ან ესეც განვითარებისდოთ მეზობელმან ინტერნეტ რომელიც საერთოდ დაუნიშნავს შეიძლება ექიმის და აი ეს არის სწორედ ყველაზე დიდი პრობლემა რომ ექიმის დანიშნული შეიძლება არ მიიღოს ან ექიმა თუ უთხრა რომ არ გჭირდება წამალის ცუდი ექიმია და ნუ ვიღაცამ რო ურჩია მიიღო ანუ ესეც პარადოქსია იმიტომ რომ ერთის მხრივ პაციენტი უჩივის იმას რომ ექიმისგან ვერ მიიღო ის მომსახურება რაც უნდოდა და მეორეს მხრივ როცა იღებს ხარისხიან მომსახურებას რატომღაც მაინც უკმაყოფილოა და სხვა და ქალბატონო ეგ აუცილებლად უნდა თქვა აქ კი ბატონო პუნქტი ასევე გამოიკვეთა ძალიან სერიოზულად ამის თქმა აუცილებელია მნიშვნელოვანია ექიმების გაუთავებელი და მუდმივი, ასე რომ ვთქვათ, მუდმივად ექიმზე თავდასხმები, ექიმის მიმართ შესაძლებელია ისეთი რამ აკადროს, ამიტომ არის ეს ჩემი კონცეფცია არ შეიძლება ეს არის წარმოუდგენელი, რატომღაც ვიღაცას წარმოუდგენია რომ ექიმს არც არაფერი დგივა. ექიმს არასოდეს არაფერი პრობლემა არ უნდა კონდეს და ექიმს ხშირ შემთხვევაში ის შთაბეჭდილებაც არის რომ საკვებიც არ უნდა. ხო, ამიტომ იცით რა არის ექიმთან მიმართებაში იცი როგორც პაციენტის უფლებები არის უზენაესი და იგი ყოველთვის დაცული უნდა იყოს და ჩვენ ექიმები პირველ რიგში რაც არ უნდა იყოს პირველ რიგში არ ვართ პირველია პაციენტი. ჩვენ ვართ შემდგომ პაციენტის შემდგომ უზენაესია პაციენტის სურვილი და უზენაესია პაციენტი მაგრამ არ ნიშნავს სამედიცინო პერსონალს განსაკუთრებით აქვე უნდა აღვნიშნო გაუსაძლის შრომას და რა დონეზე ახორციელებენ ჩვენი როგორც ექიმები ასევე ექთნები ეს არის ნამდვილად ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანი დიახ ეგეც მაქვს სხვათა შორის ექთნების როლიც ხო მე ვფიქრობ რომ ერთხელ აუცილებლად აექთნების ასოციაციიდან მოვიწვევთ სტუმრებს და ექთნების პრობლემებზე უბრალოდ ჩვენც ველოდებით ეხლა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა ცვლილებები საექთნო ზოგადად პროფესიასთან დაკავშირებით და შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები და იმედია რომ ამ თემასაც ძალიან მალე გავაშუქებთ. აი ესეც ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანი ექთნების უმეტესობა არიან ქალბატონები ოჯახები აქვთ მორიგეობა უწევთ ფიზიკურად ძალიან თქო როგორც გემბრძანებთ მარტო გონებრივად არა ფიზიკურადაც ძალიან იღლებიან და ალბათ ძალიან ბევრი ფაქტორია იქაც გასათვალისწინებელი თვითონ სამედიცინო პერსონალის უფლებებთან და მათ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს მიუახლოვდა და მე მინდა უბრალოდ ორი სიტყვით თქვენ როგორც კლინიკურმა ექსპერტმა და პროფესორმა ესე შეაჯამოთ თქვენს თავში ამ ორი მიმართულების ასე ვთქვათ პროფესიონალის აზრი
და თქვენი ბოლო სიტყვა ამ გადაცემაში დაგვიტოვოთ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით. რა ძირითად გამოწვევებს ხედავთ პრედიპლომურ და პოსტდიპლომურ დონეზე და თქვენი ნება რო იყოს, აი ხვალვე რას შეცვლიდით საბაკალავრო და პოსტდიპლომურ. ესეც ძალიან დიდი თემა, ამაზე ხო, ძალიან ამიტომ მოკლედ ვეცდები. ძირითადი რო გამოწვევს. როგორც უკვე წარვსდექი და თქვენ წარმარდგინეთ, დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. გახლავართ, რა თქმა უნდა, პროფესორი კლინიკური მიმართულებით, მაგრამ ასევე გახლავართ, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია არის განათლებასთან მიმართებაში. ბაუ, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეკანი გახლავართ მედიცინის სკოლის. რაც შეეხება გამოწვევები ძალიან დიდია, განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევა არის პოსტდიპლომური რეზიდენტურა. რომელიც მუდმივად არის ჩვენს ქვეყანაში პრობლემა და აი როდესაც შინაგან მედიცინაზე ვისაუბრეთ, მე დღეს ვთქვი, რომ რეზიდენტურა შინაგან მედიცინასთან მიმართებაში ყველაზე მაღალი ქულების მქონე ადამიანებისთვის არის განსაზღვრული და ძალიან რთულია. რატომ? იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია უცხოეთში. რეზიდენტურასთან მიმართებაში ჩემთვის მაგალითად რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ ეს საკითხი სამომავლოდ დადგება უფრო მარტივად და ხელმისაწვდომი რა თქმა უნდა იყოს განათლების თვალსაზრისით ნასწავლი ადამიანი უნდა მივიდეს და უნდა დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, მაგრამ არ უნდა უწევდეს ახალგაზრდას წლების განმავლობაში ხანდახან ლოდინი რომ აი სადღაც თუნდაც მაღალი ქულებით მოხდება თუ არა განსაკუთრებით აქტუალური არის სხვადასხვა მიმართულებები, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ფული უნდა გადაიხადოს ამაში ისევ თვითონ. მოკლედ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის რეზიდენტურის რეფორმა. ეს რაც შეეხება განათლების სისტემას პოსტდიპლომურს. საბაკალავრო დონეზე რას ხედავთ? იმიტომ რომ თქვენი ახალი პოზიციაც დაახლოებით ამ მიზანს ემსახურება ალბათ რომ რაღაცები შეცვალოთ. საბაკალავრო დონეზე რა თქმა უნდა მინდა გითხრათ ისიც რომ ეხლა ეს ბოლო პერიოდია, ბოლო 1-10 წელიწადია ძალიან დაუახლოვდით თანამედროვე სტანდარტებს. თაობაც ისეთი მოდის რომ მოთხოვნილება რა თქმა უნდა არის მაღალი, რა თქმა უნდა MD-ის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოწვევა ყველაფერი არის ის რომ საბაკალავრო სწავლება ამ ეტაპზე საქართველოში შეიძლება ითქვას რომ უახლოვდება თავისი გაცვლითი პროგრამებით და კონტაქტით, ეს სხვადასხვა სახის პროგრამებია ხომ, იცით გაცვლითი პროგრამებით და თვითონ კრედიტქულებით და თვითონ ზოგადად სწავლების მეთოდით და მთლიანად ძალიან ახლოს არის იმ სტანდარტებთან, რომელიც სტანდარტებით შეიძლება ითქვას სოფლიოში თითქმის ერთ-ერთი წამყვანი, იმიტომ წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი საბაკალავრო დიპლომი მაგრამ ჰოსპიტალური ბაზები და სწავლება საბაკალავრო ეტაპზე გაცილებით მარტივია, იმიტომ რომ არ არის დადგენილებები, რომელიც უგრძალავს კლინიკას, რომ მხოლოდ ერთის უნდა იყოს და შეიძლება რომ რამოდენიმე უნივერსიტეტის იყოს და ასე შემდეგ, ნუ არის რაღაცა დეტალები, რომელიც ზოგჯერ ქმნის ასეთ პატარა ქვეყანაში მით უმეტეს პრობლემებს. როგორ ფიქრობთ, ჩვენ რა ძირითადი გასაგებია რომ უახლოვდებით უმჯობესდება, გვიხარია ძალიან, მაგრამ რა ძირითადი პრობლემა და ნაკლი აქვს ჩვენ საბაკალავრო სამედიცინო პროგრამებს, როგორ ფიქრობთ? პროგრამებს მივდივარ მაინც ისევ კლინიკისკენ. ანუ როგორ არის, თავარი საკითხი არის, რომ ჩვენ გავიზარდეთ, აი ჩვენ პირადად გავიზარდეთ კლინიკაში. ნამდვილად, ამიტომ და ამიტომაც იყო რომ აი ზუსტად აი ასეთი მნიშვნელოვანი იყო. აქვთ ახლა სტუდენტებს, ბევრი საუნივერსიტეტო კლინიკა გაჩნია, ხა მოგეხსენებათ არის როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასევე სხვა კერძო უნივერსიტეტები. თითქმის ახლა ყველა საბაკალავრო პროგრამა კლინიკასთან აფილირების გარეშე და ასოცირების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მე ვისურვებდი რომ ეს კლინიკასთან დაახლოება და ეს პრაქტიკულად აი პაციენტის საწოლთან მუშაობა უფრო გაძლიერდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენ დროს. პროგრამები დაიხვეწა მეტნაკლებად, სწავლების მეთოდებიც გაუმჯობესდა და მე მგონი გამოსასწორებელი ხა ამ ეტაპზე რაც არის, ნამდვილად არის უფრო მეტი პრაქტიკა. ალბათ ვიტყოდი რომ აი რაღაც გარკვეულწილად კიდევ მეტად რომ დაიხვეწოს თორე ისე კი რა თქმა უნდა როგორც კი უკვე კლინიკებთან ნამდვილად, იმიტომ რომ კლინიკური საგნებია ხა სადისწავლება ვერსად ვერ ისწავლა რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი მოთხოვნილება როგორც კლინიცისტის მაინც ყოველთვის ეს არის რომ პაციენტის საწოლთან
უნდა ისწავლოს სტუდენტი. გეთანხმებით და თქვენ ამას ვიცი რომ უზრუნველყოფთ აუცილებლად. ყველგან სადაც იმუშავებთ აი ამ აკადემიური მიმართულებით. მაკა სათქმელი ძალიან ბევრია ზოგადად მედიცინაში, რომელი სფეროც არ უნდა ავიღოთ, რაც არ უნდა ვიწრო თემა ავიღოთ, იმას იმხელა ჩაშლა ყოველთვის. იმდენი ქვედადინებებიც აქვს, იმდენი წახნაგი აქვს, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ დავფარავთ ყველაფერს, მაგრამ ვფიქრობ დღეს დავაყენეთ, წვავეთ შინაგანი მედიცინის როგორც სპეციალობის პრობლემაც ერთის მხრივ. მეორეს მხრივ აღნიშნეთ ისიც, რომ ჩვენს უმაღლეს სამედიცინო განათლებაში, როგორც პრედიპლომურის, პოსტდიპლომურ დონეზე გარკვეული ხარვეზები, რა თქმა უნდა, კიდევ გრჩება. ველოსიპედს გამოგონება ახლიდან მე მგონი არ უნდა, შეგვიძლია გადასარევად გადმოვიღოთ უბრალოდ ის ფორმები, რომელიც უკვე ადაპტირებულია, აპრობირებულია, წარმატებულია, რომელიც უშვებს გადასარევ ჭკვიან მოაზროვნე ექიმებს სხვაგან და იგივე შეიძლება ჩვენთანაც თავისუფლად განხორციელდეს თუ ოდნავ კიდევ უფრო დავხვეწთ საბაკალავრო დონეზე სწავლებას და ასევე რა თქმა უნდა რეზიდენტურის ძირეულ რეფორმას ძალიან ვიტყოდი არ შემეშინდება ამ სიტყვის ძირეულ რეფორმას მოვახსენდით აი მაშინ უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ეს უნიჭიერესი წინათაობა ახლანდელი თუ მომავალი იმიტომ რომ ქართველებს ეს ნამდვილად არ გვაკლია სწავლის წყურვილიც ნამდვილად არ გვაკლია ერთადერთი ახლა გვჭირდება პირობები ფინანსური შესაძლებლობები და მე ვიტყოდი პოლიტიკური ნებაც იმისათვის, რომ ის რეფორმები, ის სტრატეგიები, ის კონცეფციები, რომლებზედაც თქვენ და თქვენი კოლეგები ხშირად აქ საუბრობენ, წარმატებით დაინერგოს და ქვეყანა იქცეს საუკეთესო სამედიცინო ჰაბად რეგიონში. განათლებული ექიმი და ეს არის ჯანდაცვის უსაფრთხოების გარანტი. ნამდვილად. აი მშვენიერია და აი სიტყვებით დავამთავროთ მაშინ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ლამაზ გაზაფხულს, ფერადს, მშვიდობიანს, ხიარულს გისურვებთ თქვენ. მე კი დღეს ამით დაგემშვიდობებით, წარმატებას, ჯანმრთელობას და რაც მთავარია, უსაფრთხო ჯანდაცვას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრას.